საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს ორშაბათია, 8:30 და როგორც ყოველთვის პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი. და ჩვენ ამ გადაცემის წამყვანები მე გიორგი ლომია და ბატონი გოჩა ჯოჯო. ჩვენ ვიქნებით თქვენთან ერთად დღეს 2 საათის განმავლობაში. თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში. მოგვახსენოთ თქვენი მოსაზრება არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს იქნება საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე წამოწიოთ საუბარი პირდაპირ ეთერში, ანუ თქვენთვის საინტერესო თემაზე. შეიძლება არც ეხებოდეს თქვენი თემა ჩვენ საერთო ნათქვამს, მაგრამ თქვენ ამის უფლება გაქვთ, იმიტომ რომ ჩვენ თქვენთან კომუნიკაცია გაცილებით უფრო ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. ბატონო გოჩა, ახლა საგარეო საქმე, ანუ ჩვენ საგარეო პოლიტიკით დავიწყებთ. მე როგორც ყოველთვის მიმაჩნია, რომ საგარეო პოლიტიკა რაც უფრო აქტუალურია მსოფლიოსთვის, ასევე აქტუალური ხდება საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ამით იგებს კონკრეტული პარტია, ანუ ამ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება, იმიტომ რომ ყურადღება გადადის სხვა მიმართულებით, მაგრამ ასეა თუ ისეა, საქართველოს ეს ყოველთვის ეხებოდა და შეეხება, ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა გვიწევს ამაზე საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ 4 ქვეყნის ლიდერები ხვდებოდნენ შეხვდნენ ზელენსკის, წარმოიშვა კონკრეტული წინადადებები, მაგრამ რუსეთი არ დათანხმდა იმ პირობებზე, რა პირობებიც შესთავაზეს და რუსეთს აქვს თავისი პირობები, თავისი ადგილმდებარეობა, სადაც ის მზად არის, რომ გააგრძელოს მშვიდობაზე საუბარი და კონკრეტული მოთხოვნები. არ ვიცი, ახლა ჩვენო მაყურებელმა შეიძლება ყველამ არ იცის, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ თემას შევეხოთ, ხო ცოტა გავავრცობთ. და მე უკვე მაყურებელიც დარეკავს და ალბათ თავის კითხვებსაც დასვავს. კი ბატონო, მეც მივესალმები ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს, მსმენელებს, ულოცავ დღევანდელ დღეს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა, ჩვენთვის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, რადგანაც სწორედ მოციქულებიდან ისინი ერთ-ერთი სწორედ ანდრია პირველწოდებული იყო, ვინც საქართველოში იყო და განმანათლებელია ჩვენი, ასე შეიძლება ვთქვათ. და უსურვოთ, რომ მართლაც ისი იმედიც გვაქვს, რომ ეს ქვეყანა ყველა ამ რთულ პირობებში, რომელი რთული პირობებიც გვაქვს, გამოვა ნაკლებად დაზიანებული და თუ მოვახერხებთ პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი კრიზისი არის გამოსავალიც ასევე თუ ამ კუთხით შევხედავთ და შეიძლება უკეთეს მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდეს ქვეყანა, ვიდრე დღეს ვართ და ესეთ გაურკვევლობაში და აუტანელ სიტუაციაში ვართ. თქვენ ბრძანეთ სწორედ, რომ გვინდა თუ არ გვინდა. ჩვენნაირი ტიპის ქვეყნები კი არა, ისეთი დიდი ქვეყნებიც კი, როგორიცაა ვთქვათ პაკისტანი და ინდოეთი, მათი დაძაბულობაც კი არის მსოფლიოში შეიძლება ითქვას ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ყავთ ძლიერი მოკავშირეები და აქედან გამომდინარე ამ ქვეყნის შიდა საქმეებშიც, ასეთი დიდი ქვეყნების შიდა საქმეებშიც კი, როცა 1 მილიარდიან ქვეყანას და 200 მილიონიან ქვეყანას ეხება საქმე, იქაც კი დიდი მნიშვნელობა სწორედ საგარეო ფაქტორებს ენიჭება, რომელ მხარეს ვინ უდგას კოალიციაში. ასევე ამ წუთას ვამბობდით იმასაც, რომ სწორედ უკრაინის შემთხვევაში ვთქვათ კოალიცია, რომელიც შეიძლება ითქვას მყარად ჩამოყალიბებული კოალიცია, ეს არის ის ქვეყნები, რომლებიც შეიძლება ითქვას ერთ-ერთი წამყვანები არიან ევროპაში, საქმე ეხება გერმანიას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და პოლონეთს, ხო, ვებერთელა, ასე ვთქვათ, ქვეყნები თავიანთი ძალიან ძლიერი ეკონომიკებით და ისინი შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებით დანარჩენებისაგან ყველაზე უფრო აქტიური, ანუ კოალიციური, ასე ვთქვათ, კავშირი არის უკრაინასთან და მათ თავიანთი წინადადებები ჰქონდათ, რომელსაც შეიძლება ითქვას ულტიმატუმიც კი, იმიტომ რომ რუსებს სწორედ ეს მომენტი იყო მათთვის გამაღიზიანებელი, რომ მათ პირდაპირ თქვეს, ჯერ ომი შეწყდეს და ამის მერე დავიწყოთ მოლაპარაკება, რაც რასაკვირველია მიუღებელი იყო რუსეთისათვის და სწორედ ამიტომ ალტერნატიული წინადადებაც და აქაც ჩანს ერთი რამე. ორივე მხარე ცდილობს იმას, რომ ჩამშლელი თვითონ არ იყოს. ანუ რუსეთიც, ასევე უკრაინაც, ასევე პოლონეთიც, ეს არის ის ქვეყნები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ
არავის არ სურს რომ თქვას რომ აი ერთმა მხარემ ჩაშალა. ამ ულტიმატუმს რუსების მხრიდანაც თავშეკავება მოყვა, პირველად იყო რეაქცია იმისი რომ ასე არ ხდება დალაპარაკება და შემდგომ უკვე მოყვა შეთავაზება ალტერნატივის, ამ შემთხვევაში უკვე რუსეთის მხრიდან იყო ულტიმატუმი რომ თურქეთის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ როცა შეწყდა მოლაპარაკებები და ჩანს კიდევაც ის რომ მათ აქვს თავიანთი ამისი საფუძველი, იმიტომ რომ მაშინ უკრაინის მხრიდან მოხდა ფაქტიურად ჩაშლა მოლაპარაკებების და საუბარია იმაზე რომ დავიწყოთ საუბარი თურქეთში, რაზეც ვიყავით შეთანხმებული და ამ შემთხვევაში საინტერესოა ალბათ ისიც რომ რაღაც გარკვეულ ნაწილში აი 3+3-ზე როცა საუბრობდით ჩვენ, ანუ რეგიონში რუსები ცდილობენ იმას რომ რეგიონის ინტერესებში მაქსიმალურად სცადონ ის რომ ჩარევა ნაკლები იყოს და მხოლოდ რეგიონის ქვეყნებმა გადაწყვიტონ ის საკითხები, რომლებიც თქვათ იმ რეგიონს ეხება და აქედან გამომდინარე ის თავაზობს იმას რომ თურქეთი ჩაერთოს, თუმცა საინტერესო იყო ისიც რომ 9 მაისის ამ ღონისძიებაზე, როცა ჩინეთის საბოლოო ჯამში ჩინეთის ლიდერთან შეხვედრების მერე ამას ყველაფერს მოყვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადით, რომელსაც ორი მხარე აქვს. ერთი მხარე, ვინც არიან, შეიძლება ითქვას, რომ გამოკვეთილად, მკვეთრად გამოკვეთილია თქვათ ის ფრთა, პროდასავლური ფრთა ამბობს, რომ ჩინეთისგანაც ეს იყო გარკვეულწილად საკითხის ესე დაყენება, რომ ისინიც კი რუსებს აწვევიან, თუ შეიძლება ითქვას ასე, რომ ზეწოლას ახორციელებენ, რომ მშვიდობისკენ უბიძგებენ და ისინიც ამბობენ, რომ ჩვენც მზათა ვართ, თუ კი საჭირო იქნება, ჩავერთოთ ამ მოლაპარაკებაში. თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს. ანუ ჩინეთი არ ფიქრობს იმას, რომ მის გარეშე შეიძლება გადაწყდეს ესეთი კონფლიქტიც და აქედან გამომდინარე ეუბნება რუსეთს, რომ შენ შეიძლება გამოიყენო კოზირად ისიც, რომ ჩინეთიც დაინტერესებულია, ისევე როგორც თქვათ ამერიკის შეერთებული შტატები თუა დაინტერესებული, ევროპასთან ერთად ჩინეთიც არანაკლები მოთამაშეა, რომელიც ასევე დაინტერესებულია ამ კონფლიქტის მოგვარებაში. ასე რომ სიტუაცია ძალიან დაძაბულია, რასაც ჩვენ ხედავთ, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ბოლო პერიოდებში იყო სწორედ ამის მეგობარი აქტი, გარკვეულწილად ჩანს პოლიტიკა ხელისუფლებასთან მიმართებაში როგორ არის ეს პოლიტიკა და ჩანს ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სრულებითაც არ ფიქრობს იმას, რომ კავკასიაში ის არის თამაშებს თავის ასე ვთქვათ გავლენა მას არ ექნება, მას თავისი ინტერესები აღარ აქვს კავკასიაში, ეს ამას არ ნიშნავს და ის ცდილობს, რომ რაღაც გარკვეულწილად ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იმ ხელისუფლებას, რომელი ხელისუფლებაც ცდილობს, რომ შექმნას გარკვეული საპირწონე და ამაზეა გაღიზიანებული ამერიკის შეერთებული შტატები და ამას უსმევს ხალხს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას როცა ახსენებს და როცა ახსენებს ირანს, რუსეთს და ამბობს, რომ ეს არ არის თქვენი სწორი კურსი. ანუ რეალურად ჩვენთან დაპირისპირება, დასავლურ ქვეყნებთან დაპირისპირება მას არ მიაჩნია სწორად ქართული პოლიტიკის ასე ვთქვათ რეალობაში და აქედან გამომდინარე ის ასანქცირებს ხელისუფლებას და ცდილობს, რომ გააგებინოს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯერ კიდევ არის დრო, რომ რაღაცეები ასე ვთქვათ შეიცვალოს. კი ბატონო. ზარი ეთერში. გისმენთ ისაუბრეთ. ალო. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხარ. ისმის თქვენი ხმა გააგრძელეთ. ერთი შეკითხვა მაქვს ასეთი. אני מידן, אובייקטים שלי, אבל כשנסתכל עליהם, כשהאיש סקנטלושי, סקנטלוש תורדה, חתולי ג'ארי, ומה סרם תחדר. מסמגלן שלי בעלי לדסס, חתולי ג'ארי בעודה, סקנטלוש תורדיסים, סמה סרטני בו, לפני יוסף מתש חומזה. Ramos თქვენ რომელ წლებს ამბობთ? ქართული ჯარი რა პერიოდზეა საუბარი? მესამე კლასში ვიყავიო და ცოტა რთული განსასაზღვრია. თქვენ კი იცით, მაგრამ მე თქვენი ასაკი არ ვიცი და რომელ პერიოდზე ამბობთ? ლევან ახალ 400 წელს. და ქართული ჯარი თქვენ 45 წელს გულისხმობთ. ქართული ჯარი, საბჭოთა კავშირის ჯარი არსებობდა თუ სხვა რამე? ხო, ცალკე შეიძლება ქართველებს ქონდა დაყოფილი იყო, მერე მოხდა ის, რომ ასე ვთქვა, ცალკე ეთნიკური ნიშნით აღარ. დიახ, გისმენთ?
შემოგვიყვანს კი ვაელი ლოგროვი ხალხსარდალი იყო ეტრე იოსებისთვის ცხოველზე. დი ბატონო. იმენარი. კი ბატონო. და რა კითხვა დასვით რადა სუბიექტში იყო გენერალური ჩამოგეთხვა და იგი გამორჩა. რატო გამორჩა? კეთილი დიდი მადლობა ზარისთვის მეგობრებო ძალიან გთხოვთ ისეთი კითხვა დაგვისვით რომელიც ჩვენ გვეკუთვნის ან თემასთან არის ახლოს ეხლა თქვენ რიტორიკული კითხვა დასვით რატომ გამორჩათ მოდით ეხლა ვიმჟელოთ რატო გამორჩათ ვიღაცას დაავიწყდა ჩაწერა ვიღაცას შეგნებულად არ უნდა ხო ამაზე ხო არ ვიმჟელებთ ამიტომ ძალიან დიდი პატივისცემით რა თქმა უნდა ვარ დამოკიდებულები თვითოულ მსმენელთან თუ მაყურებელთან მაგრამ ძალიან გთხოვთ ისეთი კითხვა დასვით რომელზეც რიტორიკული პასუხის მოლოდინში არ იქნებით და ან ზუსტ პასუხს გაგცემთ ან ანალიზს მაინც გავაკეთებთ თემასთან დაკავშირებით მადლობა თქვენ ბრძანეთ გოჩა რომ ქვეყნები ფაქტიურად ერთმანეთს უყენებენ ულტიმატუმს ანუ თითქმის ასეა საუბარი ანუ ეს არის ეს ხდება იმის გამო მე ასე ვფიქრობ ეს ხდება იმის გამო რომ თვითოულ მხარეს არ უნდა პოზიციების დაკარგვა და არ უნდა დაკარგოს ის უპირატესობა რომელიც მან მოიპოვა ამდენი ესე ვთქვათ წლის განმავლობაში თუნდაც იმ ბრძოლებში და ასე შემდეგ ზოგი ფიქრობს რომ უპირატესობა აქვს პროდასავლურ მხარეს, ზოგი ფიქრობს რომ რუსეთს აქვს უპირატესობა და ყველა თავისებურად პოზიციონირებს ბუნებრივია და უპირატესობის დაკარგვა არც ერთ მხარეს არ უნდა. კაი, ზარც უპასუხოთ და მე თქვენ გაგვეცით პასუხი. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით. საქმე იმაშია რომ ყველა ცდილობს რაღაცა დავლენების სფეროები გადაინაცვლოს. მიწის ახალ სოფლიო გადანაწილება. ჩვენ გვგონა რომ ტრამპი მოვიდოდა და დაალაგებდა თვითონ მიწახოდა რომ ჩვენებო სახელმწიფოებს მე ჩარევა და არ გავაკეთებ. მაგრამ გამოჩნდა რომ ჩარევას კი არა. აქეთ გვეყენეს ულტიმატუმებს. და არის ციტიმან ეს რაღაცა აქტივიზმი ყველაფერი კარგად ის. ვერ შეცვალეს დასახელება იმასაც რომ ეს არა ეს ინეთ რუსეთს და ირანს არ კონდეს უკვე როგორ გაწევს. ამოდენამ საფონელი მოედინება ამ ცენტრალაზე ჩინეთისა თუ ინდოეთისა და გადავსახეთ თავიდეთ მაგრამ ერთადერთი საკითხია შესაძლებელი რომ არ ვიცი ახლა ეს ჩვენი მთავრობა არ ვიცი ახლა ფორუმში ჩაზრდომი ვერაფერი არ გამოვა ამიტომ ფაქტიურად უმაღლესი დონის დიპლომატია ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მაგალითად მეუხედავ პოტენციალს მართალში და საჭიროა რომ რაღაცა ძები გამოიძებნოს რომ მოეძებნოს ამ სოფლის ხანაა არ გამოვა ეს წამი შევხჭავდეთ. კი ბატონო. მე არ ვამბობ რომ ყველაფერი დავსვათ, მაგრამ რავიება საჭიროა. თქვენი მეთეები ამით არსებობდნენ და ამით იყვნენ. ამ ყველა გიგანტებს შორის განააცილეს სახელმწიფო და ასე თუ ისე მოაწია სახელმწიფო. თქვენი აზრი მაინტერესებს. თქვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო რა დონეზეა? მადლობა ზარისთვის. ჩემი აზრი თუ გაინტერესებდა მე გოჩაც თავის აზრს მოგახსენებთ. აქ საუბარი მარტო იმაზე კი არ არის ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, მათ შორის მინისტრიც რამდენად მომზადებულია განახორციელოს ის საჭირო დიპლომატია, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომელიც ჭირდება ჩვენს ქვეყანას. აქ საუბარი მთლიანად ხელისუფლებაზეა. აქ საუბარი არის პოზიციებზე, რომელიც აცდენილია იმ შეთანხმებას, რომლის მიღწევად შეიძლებოდა თავისუფლად იმ თავიდანვე, რომ არ ყოფილიყო ასეთი აგრესიული დაპირისპირება ხელისუფლებას და ეგრე თქვა დასავლეთს შორის.
ანუ ეს დაპირისპირებაც რაში გამოიხატება? მანამდე სანამ დასავლეთი ხელისუფლებისთვის ესე ვთქვათ იყო საჭირო და სანამ ხელისუფლება დასავლეთისთვისაც საჭირო პლატფორმას ქმნიდა საქართველოში, მანამდე ყველაფერი იყო ძალიან კარგად, ანუ ურთიერთობა კარგი ჰქონდათ. მაგრამ იმის შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დააფიქსირა, რომ ის პოზიცია, ის პრო-დასავლური პოზიცია დღეს უკვე ასე ვთქვათ, დიდ როლს არ თამაშობს ქვეყნის შიგნით და უფრო მეტად კონსერვატიზმზეა გადართული ძირითადი მოსახლეობა, ისიც გადავიდა კონსერვატიულ რელსებზე, ლიანდაგებზე დადგა და ამით დაუპირისპირდა დასავლეთს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში უწერია პროდასავლური მიმართულება, ნატო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მათივე ჩაწერილია. ეს არ იყო სწორი პოლიტიკური თამაში, ეს მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი, ეს საერთოდ არ იყო პოლიტიკური თამაში. ეს იყო მცდელობა, რომ გადაეთამაშებინა ის შეცდომები, რომელიც მან დაუშვა ურთიერთობისას, იმათთან ურთიერთობისას. მაგრამ ამ გადათამაშებაში უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც და დღეს ახლა ერთადერთი რაზეც არის დამოკიდებული, ეს არის, არ ვიცი ახლა სამ თუ არა უფლის, მაგრამ ალბათ ლოცულობენ ყოველ დღე, რომ იქნება და რაღაცა მოხდეს მსოფლიოში ისეთი, რომ ყურადღება გადაიტანონ მთლიანად იმ მომხდარ რაღაც არსებით მნიშვნელოვან საკითხზე და დაივიწყონ საქართველოს ხელისუფლება. ხო, არ ეცალო და დაივიწყონ საქართველოს ხელისუფლება. ეხლა თვითონ საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ იქნებოდა საინტერესო, როდესაც ხელისუფლებას ლეგიტიმაცია ექნებოდა მსოფლიო დონეზე. აი, მაშინ უკვე ჩვენ ვიტყოდით, რომ ხელისუფლებას ცნობენ ყველაფერი, მაგრამ ვერა რა მინისტრი ვერ ასრულებს, მაგრამ ეხლა მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ უნდა დააყენო მინისტრად. მნიშვნელობა არ აქვს. ტალეირანი რო გყავდეს რა უნდა ქნას რო. ვერაფერს ვერ შეცვლის. თვითონ ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ უნდა სხვადასხვა ლიდერებს. ამიტომ ჯერ ლეგიტიმაციის საკითხი უნდა გადაწყდეს. ბატონო გოჩა, უპასუხებ თუ ჯერ ზარს გავცეთავა და მე ერთად ზარი შემოვშთ. თქვენი ხმა არის ეს? ჩვენი ხმა არის მის? არის ეს თქვენი? ტელევიზორში არის მის ჩვენი ხმა? ხო, ტელევიზორში თქვენ აბარიბოდა ხმა არის. ძალიან ცუდია. რომელ რაიონში ხართ? თბილისში ხართ? სად ხართ? რითი გვისმენთ, რითი გვიყურებთ? ქუთაისში ვარ. ქუთაისში და რითი გვიყურებთ? არა, ეხლა ხო ესმის რა. არა, ეხლა ტელეფონით მელაპარაკება. და ეხლა ხო ტელეფონით მელაპარაკება და რა როგორ გვიყურებთ, როგორ გვისმენთ, ანუ რას იყენებთ? მინდა მოსვენა ტელევიზორში. გაითიშა. ძალიან ცუდი. ხანდახან ხდება ხოლმე ხარვეზები. ტექნიკური ხარვეზია. სამწუხაროდ, ხო. ტექნიკურ ჯგუფს მაინც ვთხოვთ, რომ რაღაც გადაამოწმეთ, შეიძლება რაღაცა ხდება. ისეთი რაც ჩვენ არ ვიცით. გავაგრძელებ მაშინ. კი ბატონო, გავაგრძელებ. სწორედ იმ აზრის გაგრძელება მინდა. ბატონი ამბობდა ხო ამ ემაზე მართლაც ტალეირანიც რო დანიშნო და სხვათა შორის საინტერესოა ეს ტალეირანი, რომელიც ითვლება დიპლომატიაში ერთ-ერთ ყველაზე კლასიკურ მაგალითად, ის ამბობდა რომ რომ არა ნაპოლეონის ზარბაზნები და რომ არა ნაპოლეონი რასაკვირველია, მე ვერაფერს ვერ შევძლებდიო. ანუ თვითონ გატარება, პოლიტიკის გატარება ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პიროვნება გყავს და რასაკვირველია, თავის როლს თამაშობს ნებისმიერი პიროვნება, რომელიც გარკვეულწილად იმ პოლიტიკას ატარებს, რომელიც პოლიტიკაც ხელისუფლების მიერ არის დაგეგმილი და შემდგომ ის როგორ შეძლებს ამის ასე ვთქვათ უკვე რეალობაში მოყვანას და აქაც დიპლომატი უნდა იყოს და უნდა შეგეძლოს ეს, იმიტომ რომ შეიძლება სურვილი კონდეს სახელმწიფოს მეთაურს, მთავრობას, კონკრეტულად ვთქვათ იმ ხელისუფლებას, მაგრამ ვერ შეძლოს მინისტრმა ისე წაყვანა სიტუაციის, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვა სიტუაცია გვაქვს. ჩვენ ჯერ ერთი რომ საქართველოში
რომელიმე იმასი რა ქვია დარგის იმას თუ ავიღებთ სამინისტროს მე ვერ ხედავ და ალბათ ვერც თქვენ ვერ ხედავთ იმიტომ რომ თუ კარგად დააკვირდებით ნახავთ რომ არც ერთ მინისტრს რამე პოლიტიკის გატარება რომელიმე მიმართულებით ეკონომიკური ბლოკი იქნება ძალოვანი სტრუქტურა ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ მინისტრები ვერც წყვეტენ და ამიტომაც არ ჩანა დამოუკიდებელი პოლიტიკა არ არსებობს ხო ქვეყანაში და ეხლა თუ ამას იმასაც დავამატებთ რომ აი რასაც გიორგი ამბობდა თუ დააკვირდით თქვენ რაზე იყო ხო საუბარი რომ ქვეყანაში ჩათვალა ხელისუფლებამ რომ მას უნდა ჩაეწერა კონსტიტუციაში ისეთი რამე რომლის შესახებაც ვამბობდით რომ ამის ჩაწერა არ შეიძლება იმიტომ რომ არც ერთ კლასიკურ ნორმაში არ ხდება რომ რომელიმე სამხედრო ბლოკში ან რომელიმე თქვათ გაერთიანებაში კონსტიტუციურად იყოს ასახული რომ მე აქვს რაღაც გარკვეული მიზანი იმისა რომ ამ სამხედრო ბლოკში ან ამ ასე თქვათ გაერთიანებაში ვიყო ესეთი რამე არ არსებობს ტრადიციულადაც რო შევხედავთ კონსტიტუციას ჩვენ მივეჩვიეთ ესე როცა უნდა ცვლიან თორე კონსტიტუცია ძირითადი კანონია ძირითადი კანონი განსაზღვრავს იმ წესებს რომელიც წესებითაც ჩვენ შიგნით სახელმწიფოში გვაქვს თქვათ შიდა ურთიერთობები როგორი მოწყობა უნდა კონდეს ქვეყნის რაც კონსტიტუციაში რეალურად მართლა არ აგვაქვს და მას მერე რაც დამოუკიდებლობა გვაქვს იმის მერე სულ ვამბობთ და ჩავწერეთ რომ დამოუკიდებლობის მოპოვების მერე როცა აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ამის მერე ტერიტორიულ მოწყობაზე ვილაპარაკებთ ანუ ის რაც ძირითადი უნდა იყოს ეს არ გვიწერია კონსტიტუციაში ამ კონსტიტუციაში ერთ-ერთი მთავარი თავი არის ადამიანის უფლებები და პირველ ასე ვთქვათ ყველაზე მსხვილ ტანიან ასე ვთქვათ ამ ნაწილად შეიძლება ეს მივიჩნიოთ. ამ ნაწილში მხოლოდ და მხოლოდ არის დეკლარირებები, ვიდრე შესრულების მექანიზმები იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ადამიანი დაცული, როგორ უნდა იყოს მისი ქონება დაცული, ესაც მხოლოდ დეკლარაციის დონეზეა და მისი უფლებები. ანუ რეალურად მას ამბობდი ხო გიორგი რომ სინამდვილეში ეს იყო მასთან დასავლეთთან ურთიერთობებისათვის და ის რაც მაგალითები ჰქონდა და ამის მაგალითი ამ ხელისუფლებას ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში, როდესაც ის ხელისუფლება ამბობდა რომ მე ვარ პროდასავლური და აქედან გამომდინარე პლატფორმა ჩემი თავიდან ბოლომდე დასავლეთზეა მიმართული და აქედან გამომდინარე ადამიანის უფლებები თუ მერღვევა და აქ ადამიანები ზოგი შემომაკვდა, ზოგი შემომელახა, ზოგი ქონება წავართვი, მაგრამ თავარი რაც არის, მე ხომ თქვენს კურსზე ვარ და გარკვეულწილად ეს სტანდარტი, რომელიც სოფლიოში ყოველა დროს, რაც კი სახელმწიფო არსებობს და საზოგადოება არსებობს და რაც ადამიანები ვართ, ურთიერთობების დროსაც ეს ორმაგი სტანდარტი ვერ მოვიშორეთ, ხო ადამიანებმა ძალიან ძნელია რომ ადამიანი იყოს ყველასთან ერთნაირი. ხო შვილთან დამოკიდებულებაში, ოჯახის წევრთან დამოკიდებულებაში, მეგობრებთან დამოკიდებულებაში სხვანაირები ვართ და სხვანაირები ვართ იმ ადამიანებთან დამოკიდებულებაში, რომლებიც მით უმეტეს არ მოგწონს. იმიტომ რომ ის რასაც ვპატიებთ ჩვენიანს, არ ვპატიებთ იმ ადამიანს, რომელიც არ მოგწონს, ხო? ეს დამოკიდებულება ადამიანური სახელმწიფოებს შორისაც ჩვეულებრივად არის და აქედან გამომდინარე დასავლეთი თვალს ხუჭავდა მიხეილ სააკაშვილის წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი საშინელ დანაშაულებებზე, რომელიც ხდებოდა, იმიტომ რომ ის ამბობდა, რომ კურსი მაქვს მე დასავლური აღებული და თქვენ მოყვებით. დაახლოებით იგივე იყო, როცა ჩაიწერა კონსტიტუციაში. და მიაჩნდა კიდევაც მაშინდელ უბრალოდ ეხლანდელ ხელისუფლებას მაშინ მიაჩნდა, რომ თუ კი ამ გზით ივლიდა, მაშინ მასაც აპატიებდნენ ყველაფერს ისევე როგორც პატიობდნენ სააკაშვილს. თვალის დახუჭვა მოხდებოდა ყველა იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ქვეყნის შიგნით გვაქვს ჩვენ. ეს რომ ვერ მიიღო ამ ხელისუფლებამ, ამის მერე გახდა ის ანტიდასავლური, ამის მერე აიღო ის ფსევდოკონსერვატიული ღირებულებები, ამის მერე ცulis ბევრ რამეს და პირდაპირ დაპირისპირებაში შევიდა. ერთი რამის გამო, არა იმიტომ რომ ფასეულობების გამო. არა, საფრთხე შეექმნა. საფრთხე შეექმნა და რატო ეძახიან ამ ხელისუფლებას პრორუსულს? იმიტომ ეძახიან რომ ფაქტობრივად სხვა დანარჩენი ქვეყნები, ვინც კი პროდასავლურ ფასეულობებზეა, ისინი თვლიან რომ შენ ამდენი წლის განმავლობაში ხარ ხელისუფლებაში, თანაც საშინელი ფორმა, არაფორმალური მართლობა შემოიღე, რომელიც ელემენტარულად არც ერთ ქვეყანაში არ არის. ჩვენ მაგალითები მოგყავდა კიდევაც რომ აი შეიძლება ითქვას რომ ირანის ხელისუფლება რაღაცით შეიძლება მიამსგავსო, იმიტომ რომ იქაც ზემოქმედებას ახდენს პირდაპირ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ისლამური საბჭო, რომელიც ცალკეა გამოყოფილი და მისი ლიდერი აიათოლა ჰამენეი არის ფაქტიური მმართველი, ანუ ის წვეთს თუ რა როგორ უნდა იყოს. ოღონდ მექანიზმებიც წვეთს. სხვათა შორის იქ ჩაწერილია მექანიზმები, რა კრიტერიუმებითაც შეიძლება ვთქვათ, მან დაიწუნოს პრეზიდენტობის კანდიდატი და მან ვერ მიიღო საერთოდ მონაწილეობა. ხო, ამ პოლიტიკიდან განდევნოს ის ადამიანები, რომლებიც მას მიაჩნია, რომ რელიგიურ ფასეულობებთან წინააღმდეგობაში მოდის.
აქ ჩვენ შემთხვევაში გვაქვს სისტემა აწყობილი, როცა ადამიანს საერთოდ განუსაზღვრელად რის გამო, როგორ, რატო ქმნის რატო ცulis, ხან ერთი პრემიერი ყავს, ხან მეორე ყავს, ხან მესამე, არ იცულება თან პოლიტიკური ასე ვთქვათ პარტია. ყოველ 2 წელიწადში ფაქტობრივად შეიძლება თუ კი დააკვირდებით, არავინ არ რჩება მაშინ რა ქვია ხელისუფლებაში და ამიტომ თითქოს ერთის მხრივ ხომ ხედავთ, ცვლილებები ხდება. ხო, ცვლილებები ხდება, იცვლება მთავრობები, ეს ხშირად ხდება მთავრობების ცვლილება, მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც დასავლეთის სისტემა ვერ იღებს, ის არის, რომ ამას ერთი ადამიანი არაფორმალურად აკეთებს. აი, ეს არის პრობლემა და ამის მერე რასაკვირველია, ერთადერთი, ვინც ამაზე შეიძლება ითქვას, რომ წინააღმდეგობაში არ მოდის, არის ჩინეთი, არის ირანი, არის რუსეთი. ამიტომაც მახვილდება ყურადღება და ბატონი ბრძანებდა, რომ აი რაღაცა ლავირება უნდა შევძლოთ. კი, 100%-იანი გეთანხმებით. ჩვენის ადამიანები ვართ ამ ტელევიზიიდან ვლაპარაკობდით სწორედ იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობის ასეთ ფორმატში გადაყვანა, დაძაბვა, ეს იყო ქვეყნისთვის დამღუპველი და ვნახეთ კიდევაც, რომ მართლაც იმის მერე ქვეყანა თითქმის ვერ გასწორდა. ხო, ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა და კიდევ უფრო გამწვავდა მაგალითად ის ტერიტორიები, რომლებიც ადრე ნაცნობი არ ყავდა რუსეთს და ფაქტურად ოკუპირებული იყო, მათი ცნობაც კი მოახდინა. ანუ კიდევ უფრო მეტად დავშორდით იმ მიზანს, რასაც ქვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ურთიერთობების დალაგება. კიდევ უფრო დაგვაშორა, ხო? ჩვენ ამ თემას გავაგზავნებთ, გოჩა, ზარი მივიღოთ. კი ბატონო. უკაცრიელად რომ გალოდინეთ, ისაუბრეთ. არა, მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. ეხლა ძალიან მოკლედ გაგონებთ და მე თქვა რატომ მოლავდი ის ადრე როგორც უმრავლესობა ტელევიზია თუ განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ვიტომოც მოხდა ისე გესმის რამე? წყდება ხმაცოთ მეგობარო ერთი წამით არ გვესმის დავალაგოთ არ გვესმის ეხლა უკეთესად გვესმის ხო და ან თავიდან დაიწყეთ იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გავიგეთ დიახ ანუ რატომ მალავე ის ლაი ტელევიზიის განსაკუთრებით და ზოგადად ფაქტობრივად მალავს კიდევ ტელევიზიები რუსეთის მხარეს და უკრაინის მხარეს თუ იბრძვიან და ფაქტობრივად 50 წარმომადგენლები იქაც და საფრანგეთის სამოძრაობისგან რუსეთის მხარეს იბრძვიან და სამწუხაროდ კანონიკარგელი დაღუპვის და განსაკუთრებით წარმოგენ ახალ 30 წარმომადგენელი იბრძვის განსაკუთრებით წარმოგენ როგორც აღმოსავლური ინფორმაცია გაუწოდა მამგანში და ნორვეგიელები ნორვეგიული ჯგუფებია იქით ნახავდა შოტლანდიელები ბრიტანელები ნუ გეოგრაფია ხო აი ეს რატო იმალება საბუნგაგულოთ და არ უნდა რომ მოსახლეობამ გაიგოთ ეს ნუ ალბათ გადაგებია რატო მაგრამ აი ის უფრო გამიმართეთ თუ შეიძლება და კიდევ ერთი რა ეს ქართული ფენომენია ბატონო ანუ ეხლა რომის ქართულია ხან რაღაც ეს იაუქდა რაღაცა ისეთი სრუგაჭიმულობა ის რომ აი კი დადასტურებული რომისგან ხო გამოცენდა კიდევ ლეგენდარული კაიზერის მასწავლებელი ფრანც ბეკენბაუერი პოლკოვნიკ ქუთათელში ყოფილა ნუ ეს დაუდასტურებული ფაქტია რომელიც დადასტურებული იმაზე ხო საერთოდ და ვიცი პეტრე პირველი ერეკლე ნაზარალი ხანის იყო კი ბატონო ის ანუ ქართველობა იყო თუ არა ამაში ეს რა იქნება ამაში აი ახლა კი ბატონო აი ახლა მე მაგალითად მთელი ამ საუბრიდან ნაწყვეტ ვიგებდი რაღაცეებზე რაღაც გავამახვილი ყურადღება, მაგრამ მე ბოლოს უკვე ვეღარ დაემთხვა იმ საერთო წინადადებას და ხო ცუდად ისმოდა მე ხო არამერია მეგობარო ძალიან აი სწორად გაგვიგეთ ძალიან ცუდად გვესმოდა თქვენი ხმა მე არ ვიცი ახლა ტელევიზიით როგორ ისმოდა ან მაყურებელმა როგორ გაიგო თქვენი ნათქვამი მაგრამ აქ სტუდიაში ნუ საშინლად ისმოდა წდებოდა თქვენი ხმა რაღაცას ვიგებდით ანუ რაღაცა ხმამაღლა იყო ნათქვამი რაღაცა ხმადაბლა შეწყვეტილად რა მთელ ერთ სიტყვით პრობლემატური ტექსტი იყო მაგრამ
მე გავიგე რომ რატომ იყოდ რატომ ალავენ ტელევიზიები ეს გავიგე რატომ ალავენ ტელევიზიები რომ 42 თუ 44 ქვეყანა თქვა იბრძვის უკრაინაში ალბათ უკრაინაში სავარაუდოდ იბრძვის და რუსეთის მხარეს კიდე ვიღაცა იბრძვის რუსეთის მხარესაც ხო რაღაცა მაგდაგვარი არ ვიცი რატომ ალავენ ახლა ცოტა ქართველების დაღუპვაც იყო თითქოს ამ ემაში ხო აი მიჭირს მე ახლა აი არ ვიცი რა გიპასუხოთ იმიტომ რომ როდესაც ზუსტად ვერ ვიგებთ კითხვას ზარია იქნება ეგ ბატონია ზარი აბა შემოუშვით ალო დიახ გისმენთ ისმენთ ყველგან ხალხი არაფერი არის თქვენ ქუთაისიდან გვირეკავთ? ზუგდიდიდან გვირეკავ, ზუგდიდშიც არის მის ჩვენი ხმა. როგორ გვისმენთ, ანუ სილქნეთით, რა ქვია, საკაბელოთი, აი ეს რითი იღებთ? ჩვეულებრივი უფასოები. ჩვეულებრივი ანტენით? ხო. და გამოსახულება არის და ხმა არ არის. კარგით, ნუ რა ხდება ფოტოსური? ბოლო პერიოდში თუ ზოგადად? ბოლო პერიოდში. დიდი მადლობა ზარისთვის. ჩვენმა ტექნიკურმა ჯგუფმა მიიღო ეს სიგნალი და იმედი მაქვს რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი გამოსწორდება. დიდი მადლობა ზარისთვის და დასავლეთ საქართველოში ეს პრობლემა ქუთაისშიც და ზუგდიდშიც ხო? სავარაუდოდ, იმიტომ რომ თბილისი ალბათ ზარი ეთერში შემოუშვით. საიდან გვირეკავს ბატონი გავიგოთ თუ ქალბატონი? გურჯაანის რაიონი, სოფელი კარბენახი. თქვენ გაგახარეთ ღმერთმა. ანუ ჩვენი ხმა ისმის და გამოსახულებაც არის, ხო, ტელევიზორში? გამოსახულება არის, მაგრამ ხმა არ ისმის. ეს საყოველთაოდაა უკვე რა, გამოდის რომ ფაქტიურად მარტო ჩვენ სახეებს თუ უყურებენ, თუ დღეში ვართ. მე ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა და უყურე და არაფერი. აი, გაიხარე, კარგი ადამიანი ხართ რომ ქალბატონო, რა მაინტერესებს და მანამდე 1 საათით ადრე 2 საათით მანამდე მთელი დღე მუშაობდა. ესე იგი ჩვენ მოგვიწყეს ფაქტიურად ტერაქტი მოგვიწყეს. ალბათ, რა ვიცი, როგორ დაიწყო ეს გადაცემა და გააჩუმი. აი, ხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაცემა ქვეყნისთვის, რომ ასე გვებრძვიან. დიდი მადლობა ქალბატონო რომ დაგვირეკეთ. დიდი მადლობა. რა უყოთ გაგრძელებას, მაგრამ სხვა ბატონები რომლებმაც დაგვირეკეს. იმათ ეთყობა ესმით. ხო, იმათ ესმოდა ნაწილია. ხო, შეწყვეტით ვერ შევწყვეთ ალბათ და გავაგრძელოთ. შეწყვეტით ვერ შევწყვეთ. ზარია კიდე შემოუშვით. აი რა მინდა გთხოვოთ ამაჯობენ თაღავს. დიახ. არც თუ ისე იშვიათად, აი ერთ თუში ახლა დღეს საღამოს გიყურეთ და არც თუ ისე იშვიათად, მაგრამ აი ხმა არის მის რა ხარვეზია ეს და არც თუ იშვიათად ხდება ეს. აი რაზეა გავიგეთ უკვე რამოდენიმე მაყურებელმა დაგვირეკა და ტექნიკურმა ჯგუფმა მიიღო ეს ესე ვთქვათ სიგნალი და ალბათ შეძლებენ და გამოასწორებენ. მე ვერ გეტყვით ახლა ჩვენ სტუდიაში ვართ, მე ნამდვილად ვერ გეტყვით რა ხდება. არა, დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ დიდი მადლობა აქტიურობისთვის ზარია, შემოუშვით. ბატონო გიორგი, გამარჯობა. მოგესალმებით. ძალიან დიდი ხარვეზი არის, მე მარტო სურათებით გიყურებ და შეგიხმა ტელევიზიით ვერ ვხედავ, ვერ ისეცა. რა კიდე ბასოროთ, რომ რა გემაგე ლაპარაკობთ არ მესმის. ქალბატონო, თქვენ უკვე ალბათ მერვე ადამიანი ბრძანდებით, რომელმაც დაარეკა პირდაპირ ეთერში და დიდი ბოდიშ გიხდით, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ნამდვილად ბოდიშ გიხდით, ჩვენზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული, არც ჩვენს ტექნიკურ ჯგუფზე არ არის დამოკიდებული. ესეც მინდა გითხრათ, მაგრამ ჩვენი ტექნიკოსები გადაამოწმებენ თუ რატომ ხდება ეს ხარვეზი. კიდე ზარია, იგივეს თუ გვეტყვის მაყურებელი. გისმენთ ისაუბრეთ? გაითიშა, ნუ ჩვენ ეთერს ვერ შევწყვიტავთ, ალბათ ვიღაცას ესმის ჩვენი ხმა, იმიტომ რომ წინა ზარები იმაზე მეტყველებდა, რომ ისინი გვიყურებდნენ და გვისმენდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც იგივეს გვეტყობდნენ, ხო ასეა, მაგრამ ხო იმ ნაწილს პატევისცემით გავაგრძელოთ, ვინც ისმენს და იმათთან დიდი ბუდიში, ვინც ვერ ისმენს, მაგრამ ეს ჩანს ეთყობა, რომ
რაღაცა ეთყობა ან ტექნიკურად არ მინდა ახლა იმაში შეთქმულების თეორიაში გადავიდე, რომ ვიღაცა სპეციალურად აკეთებს ამას, რომ ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი არ გქონდეს. ანუ encoders აგერ ტექნიკური ჯგუფი გვაწვდეს ინფორმაციას, რომ იქნება გადატვირთოთ encoderi, მაგრამ მე ამას ახლა სიტყვიერად ვამბობ და როგორ გავაგებინო ადამიანებს, რომელსაც ჩვენი ხმა არ ესმის, რომ encoderi უნდა გადატვირთოთ. ეს ხელებით საუბარი მე არ შემიძლია არ მისწავლია. და ალბათ იმათაც არ ეცოდინებათ კი და. ეს მხოლოდ იმ ჯგუფმა იცის, ვისაც სჭირდება ალბათ და. კი ბატონო, იქნება ტექსტად ატვირთოთ, თუ არის შესაძლებელი, რომ ტექსტად ატვირთოთ, რომ ვინც გვიყურებს და ხმა არ ესმით, იქნება encoderi გადატვირთონ. და მაშინ ჩვენ ალბათ შევძლებთ რაღაც. ხო, მაგრამ ასე ერდბაშად ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ხდება. იმიტომ რომ მართალია, აი გოჩას ვეთანხმები. encoderi შეიძლება ყოფილიყო პრობლემა ერთ ოჯახში. მაგრამ კახეთში, ზუგდიდში, იმაში რა ქვია, ქუთაისში ჩვენები გასაგებია. მაგრამ ეს როდის გადაცემის დროს მოხდება, ტექნიკური ჯგუფი მასვლის ინფორმაციას, რომ გადატვირთავენ encoders. მაშინ ჩვენ გავითიშებით, ხო ალბათ? არა. კაი, ჩვენ ვაგრძელებთ, კი ბატონო, გადატვირთეთ და ზარია შემოუშვით. ალო. დიახ, კალბატონო, გისმენთ? მოგესალმებით. კალბატონო, ცუდად ისმის, მაგრამ ჯერ ამითხარით, თქვენ საიდან ხართ, საიდან ბრძანდებით? თქვენ თბილისიდან ხართ. კი ბატონო, თქვენ გვიყურებთ, ჩვენი ხმა ტელევიზორით გესმით, პრობლემა თქვენ პრობლემა არ გაქვთ, გასაგებია. კი ბატონო, კეთილი გააგრძელეთ. რა? ბატონო გოჩა, მარტო მე ხო არ დავაბნიეთ ეთყობა, რაღაცა ნაწილი დაიწყო საუბრის კალბატონმა და მე ვეღარ მე მგონი მაყურებლების და ზარია აბა ვნახოთ. ზარია შემოუშვით. დიახ, გისმენთ ისაუბრეთ. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. არის მის ეთყობა ხო რაღაც პრობლემა. არა, ეხლა ესმის ნაწილს ეთყობა ეგ პრობლემა აქვს ხო? არა, მე სხვა რამის ვამბობ. ეხლა საუბარი ერთმანეთთან ქონდა, ჩვენთან არა, ნუ ჩვენი ხმა ხო ესმოდა ტელეფონით. კი ბატონო, ნუ ჩვენი ტექნიკური ჯგუფი გადატვირთავს ამ encoders და იქნება გვითხრათ ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ, იქნება გვითხრათ რამდენ ხანში უკვე წესით უნდა გამოუსწორდეს ეს პრობლემა ჩვენს მაყურებელს. ნუ იმ ხარეს, ვისაც არ ესმის ჩვენი ხმა. დაახლოებით მაინც რო გვითხრათ. კი ბატონო. დაახლოებით ალბათ 5 წუთში. კი ბატონო. მეორე ნახევარზე ყოველ შემთხვევაში ალბათ ნუ კარგი იქნება თუ უკვე ამ ნახევრიდან დაიწყება მდგომარეობის გამოსწორება, წინამდეგ შემთხვევაში შეიძლება მაყურებელმა იფიქროს, რომ მეორე ნაწილიც იგივე იქნება და აღარ გვიყუროს. კეთილი, კარგით. ანუ ზარია ეთერში შემოუშვით. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, ძალიან წვედილად მესმოდა შემოსვლათა ხმა. მე პირადად აკუშავ ლილოს დასახლებაში ვარ და როდესაც თქვენი გადაცემა დაიწყო, სანამ ზარ შემოუშვებით, სანამ რამოდენიმე წუთის წინ ალბათ 6-7 წუთის წინ იყო ხარვეზი, ანუ არ ჩანდა გამოსახულება. დიახ. ეხლა ტელევიზორში გამოსწორდა ხმას ისმის და გამოსახულებას ისმის. ძალიან კარგი. და ბატონო გიორგი, მე ახლა რასაკითხს შემოდიოდნენ ძალიან სულად მესმოდა.
ჩვენ ძალიან ცუდად გვესმოდა თქვენი ხმა კარგად ისმის თქვენი ხმა კარგად გვესმის და იმათიც ძალიან ცუდად გვესმოდა იმათი ხმა თქვენ ნებისმიერი საკითხი შეგიძლიათ წამოწიოთ პირდაპირ ეთერში ხარ ხო ორი სიტყვით ბატონო გიორგი ორი სიტყვით ვიტყვი დიახ კი ბატონო ბრძანეთ სიტუაცია პასუხი დაიგივე ახლა როგორ შეგვიძლია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ასე ისევ მოდივარ არ მოდივარ თავისთავად სამი ხალხი უნდა იყოს ზაფხულში ეხლა მე გადავიდე საჭიროა და დავუჟოთ სამი ჩემთან მაგრამ მე კარგი გაიგები ხომ და მინდა რომ სულელა და მაყურებელს გაიგოს დავიფასო რომ ასე ცხოვრება უკვე არის წარმოუდგენელი შეგენასწორები ვიდიან საქართველოს გამას ვერდიან დაზაფხულ და დაამბები წავიდა მე არ ვიცი სხვა რეგიონებში როგორ არის მაგრამ კაცი მაგალითად პანტაბუდის მიდის ხალხი პანტაბუდის მიდის ხალხი რესერვიულობა სამდენად სტრესი ეს უფლობა რომ ნაცისების გასვენებაში ვერ წახვალ იმის და გამო რომ არაგაც საშუალება როდესაც უჭირს რაღაცა მიიტანო არა და არ გავა თქვენ რომ ეს უბედურებები ატირადებს თითოეულ მოსახლეობის თითოეულ ყველა ოჯახი უფორტიზე და იმაზე ხო აღარ ლაპარაკი ხო და ჩვენ ზანავად რა ვიცი აბა მე თმაქნას ერთობა იყოს რაც შეიძლება მალე და ჩვენ ვარ ძად ძალიან კარგი გაიხარეთ დიდი მადლობა ზარისთვის გაიხარეთ როგორც ჩვენმა ტექნიკურმა ჯგუფმა შეგვატყობინა ჩვენი მხრიდან ყველაფერი რიგზია ამიტომ იმედი მაქვს რომ სიტუაცია გამოსწორდა კახეთშიც გამოსწორდა დასავლეთშიც და იქნება დაგვირეკოთ და დაგვიდასტუროთ რომ გვიყურებთ და გვისმენთ იმ მაყურებელს გულისხმობთ რომელმაც წერან დარეკა და გვითხრა რომ ჩვენი ხმა არ ისმოდა კეთილი კარგი ჩვენ კი გავაგრძელებთ გადაცემას იმიტომ რომ ასეა თუ ისეა ჩვენ ვალდებულები ვართ გადაცემა გავაგრძელოთ კი ბატონო საინტერესო რამე თქვა ბატონმა ხო ამ მდგომარეობაში ვართ მართლა ჩვენ თითქმის შენამბობდი გიორგი საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე რომელიც რასაკვირველია დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით მაგრამ სწორედაც რომ ჩვენ აღარ ვეღარც ვსაუბრობთ დროს ვეღარც უთმობთ იმ პრობლემებს რომლებიც გვაქვს და ადამიანებს ქორწილებში აღარ დავდივართ ხო უმეტეს შემთხვევაში არის ან გარდაცვალება არის რაღაცა უბედურება იქაც ვერ მივდივართ ადამიანები იმიტომ რომ ვიცით რომ მათაც ისე უჭირთ რომ რაღაცა უნდა მიიტანო ხო რომ ერთმანეთს შევეხიდოთ ერთმანეთს რაღაცა გაჭირვებაში დაუდგეთ ამის პრობლემა გაგვიჩნდა საქართველოში და ასეთ სიტუაციაში ხალხი გარბისო ჩვენ უფრო დიდი პრობლემა გაგვიჩნდა ქართველებს ამ ჩვენს ქვეყანაში უკვე ერთმანეთთან მისვლა მოსulis პრობლემას ქმნის პოლიტიკური მდგომარეობა და პოლიტიკური არჩევანი თუ შენ გაქვს არჩეული რომელიმე პარტია რომელსაც მე არ ვეთანხმები ჩემთან არც ქორწილში არ უნდა მოხვიდე არც დაბადების დღეზე იმიტომ რომ მე გაბულინგებენ ან შენ ან მე როგორ აგვაქვს ერთად ურთიერთობა თუ კი ჩვენ სხვადასხვა პარტიას მივეკუთვნებით ეგ უკვე აბსურდამდე დავიდა ზარი აბა შემოუშვით გამარჯობა მოგესალმებით ვიცი ხომ უკვე აი დაზეგირებული გვაქვს სპექტაკლი დამოწილი გვაქვს რომ წინა რეჟიმი იყო სტადისტიკები ეგ ეხლანდელი რეჟიმით ვიცით ვინც არის და რაც არის კი ჰუმანურები არიან მაგრამ შოშომოპირებს და პენსიონერებს სამასორმულთა ახლად უნიშნავს ესე ხო წამება ადამიანის და არა ადამიანური მომხრობა კარგი მაგას დავალებოთ თავი კი ბატონო თქვენთან თქვენ მაგრამ თქვენი გვითხარი ხმენ რას აპირებს ხელისუფლებაში მაგაზე გაამახვილეთ ხოლმე უმეტეს ყურადღება სხვადასხვა კუთხით ესე ზედაპირულად კი არა კიდე შემოყილებზე კიდე განათლებაზე კიდე საკრამა აი თქვენი პროგრამა რა თქვენ რას აპირებთ თქვენ რისი გაკეთება კიდე და რისი გაკეთება მადლობა ზარისთვის ისევ პროგრამაზე ჩვენი პროგრამა არაერთხელ გაჟღერებულა ტელევიზიით და დარიგდა 200,000 ეგზემპლარის რაოდენობით ხო ანუ თუ არ ვცდები 200,000 ეგზემპლარი იყო მეტი ვერ დავბეჭდეთ
ფინანსური უკმარისობიდან გამომდინარე. მაგრამ ტელევიზიითაც არაერთხელ ვისაუბრია პროგრამის ნაწილებზე. იმიტომ რომ მთლიანად პროგრამა რომ ჩვენ ტელევიზიით გაგაცნოთ, დაიკარგება არაერთი გადაცემა, არამედ ამას დაჭირდება რამოდენიმე საათი. მით უმეტეს იქნება ბუნებრივია ზარებიც, კითხვა-პასუხის რეჟიმი და ასე შემდეგ. ჩვენ პენსიებზეც არაერთხელ გვისაუბრია. იმ დახმარებაზე, იმ მუნიციპალურ აფთიაქებზე, ბინათმშენებლობებზე, მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე, ამ ყველაფერზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ დღეს ამით თავი რომ მოგაწონოთ, ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის, ქალბატონო. ჩვენ დღეს არსებით პრობლემებზე ვსაუბრობთ. აი დღეს რაც არის გადასაწყვეტი. როდესაც მოვა არჩევნების პერიოდი, ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს პროგრამაზე, ვისაუბრებთ ჩვენს ხედვაზე ზოგადად. თქვენ თუ რამე გაინტერესებთ, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და კონკრეტულად კითხვა დასვათ. იმას კი ნუ გვეკითხებით, იმას კი ნუ გვეუბნებით, მთლიანად პროგრამა გაგვაცანით, იმიტომ რომ მაშინ მარტო თქვენზე დაიკარგება დრო. შეგიძლიათ ვკითხოთ მაგალითად კონკრეტულად პენსიონერებს რას უპირებთ, კონკრეტულად სხვადასხვა მიმართულები, ოღონდ რაღაცა მიმართულება აირჩიეთ, რომ დაახლოებით 1-3-5 წუთში მაქსიმუმ პასუხი გაგცეთ. მე ვფიქრობ, რომ მაყურებელს ისედაც ესმის, რომ პატრიოტთა ალიანსი ეს არის ის პარტია, რომლისთვისაც სოციალური თემა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. რაზედაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, არა მხოლოდ ეთერიდან, არამედ ხალხთან უშუალოდ შეხვედრის დროს. ზარია შემოუშვით. გამარჯობათ. მოგესალმებით. დღევანდელ დღეს გილოცავთ. თქვენც ასევე მრავალს და ეს არის თქვენც. ეხლა სულ სხვა თემაზე მინდა რომ გელაპარაკოთ. დიახ. ესე იგი 9 მაისს პარადი რო იყო ტელევიზორი ქონდა ჩართული. რუსეთის ტელევიზია და პუტინმა რო პარადი ჩაატარა. დიახ. და სტუმრები ვინც იყვნენ მოწვეული ამ ყველაფერში. პირველი აი მოწვეული სტუმარი პუტინმა აფხაზეთის პრეზიდენტი მიიღო ამ სოფლიო ქვეყნებიდან პირველი მიღება პუტინმა აფხაზეთის პრეზიდენტი მიიღო. то მე იქ იყო სამხრეთ ოსეთის. ეხლა მე რა მაინტერესებს? ეგ ხო რაღაცას ნიშნავს, ესე იგი ჩინეთი იყო სულ ბოლო, ну, ბევრი ქვეყნის ბოლო იყო ჩინეთი. პირველი მიიწვია აფხაზეთი. მისალოცათ რა და. ეხლა მე რა მაინტერესებს? მე 3-2 თვის უკან სულ ლაპარაკობდი რომ 9 მაისს ვინმე უნდა ჩასულიყო. თქვენგან გავიგე პასუხი რომ კი ბატონო, დიპლომატიური ურთიერთობები რო არ გვაქვს, ვერ ხორციელდება ურთიერთობა, მაგრამ კულუარული სიტუაცია ხო რაღაცა ხო შეიძლებოდა იმ დღეს ეგ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტიც იყო და აფხაზეთის და ერთი წამით ჩემგან გაიგეთ რომ რადგან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, არ უნდა ჩავიდნენ ჩემგან? არ უნდა არა, მე მთავრობის ხვით არა, თქვენი იმიდან იყო რა საუბარი და შეიძლება ტელევიზიით, მაგრამ მე რომ დამისვეს ეს კითხვა, მე პირდაპირ ვთქვი რომ იქ რომ ჩავიდეს მთავრობის წევრი რომელიმე, მე ამაში ვერაფერს ეს საგანგაშო და ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ. ეს არის პოზიცია. და მე რა სადმიდან რომ მივიყვანო, სადმე მყავს საუბარი. მანდ მე აი 99% დარწმუნებული ვარ ჩემი აზრით, ჩემი ვერსია, რომ პუტინი მით უმეტეს 9 მაისს საკრალური დღე იყო რუსეთისთვის სამამულო ომი. ჩვენს სტუმარს მე მგონი აი ვარ მიიღო აი რაღაცნაირად ხვდებით რას გეუბნებით იქ აფხაზეთიც იყო და ოსეთიც იყო ხო და დავალაპარაკეთ და ალბათ იმ დღეში გავიგებით პუტინი საიდან და მივხვდით რომ ცოტა თუ შეკითხვას სვა, მაგრამ ერთ-ერთი აგურის დასადები დღე იყო 9 მაისს. მე ეგრე ვფიქრობ
კი თქვენ ჩასულიყავ თქვენ ხო კალაშნიკოვთან და ყოფილ დეპუტატებთან და კარგად ახალ რამე კავშირი რომ გაამგება ამ 9 მაისის გამო იმიტომ იქ იყო ურთიერთობა აფხაზეთის პრეზიდენტი ოსედაი პუტინთან ერთად რაღაცა მოლაპარაკება რო ყოფილიყო ეხლა გავიგე დიდი მადლობა ზარისთვის გავიგე სამწუხაროდ ჩვენი დრო ამ ნაწილში ამოიწურა მაგრამ მე მოკლედ პასუხს გაგცემთ ჩვენი ჩასვლა იქ არაფერს არ მისცემდა არავის საერთოდ იმიტომ რომ არსებობს რეგლამენტი და პროტოკოლი და ადამიანი რომელიც არ მიეკუთვნება ხელისუფლების რომელიმე შტოს ის რომ ჩადის უცხოეთში ხელისუფლები იმ უცხოეთის ხელისუფლების მხრიდან მიღებული ვერ იქნება სათანადო დონეზე იმიტომ რომ ის უბრალოდ არ წარმოადგენს იმ ქვეყნის ხელისუფლებას რომელი ქვეყნიდანაც ჩადის ამიტომ ჩვენ დღეს არა ვართ ხელისუფლებაში და ჩვენი ჩასვლა არაფერს არ გადაწყვეტავდა და საერთოდ არაფრის მომცემი იქნებოდა რაც შეეხება ხელისუფლებას ჩვენ ხელისუფლებას თუ კი ის ჩავიდოდა ბუნებრივია მათ მიიღებდნენ სათანადო დონეზე იმიტომ რომ ეს უკვე ხელისუფლება წარმოადგენს ქვეყანას ეხლა ხელისუფლებას არ აღიარებს დასავლეთი მაგრამ რუსეთთან პრობლემა არ აქვს რაც შეეხება იმას რომ პირველი მიიღო აფხაზი და ჩინეთის წარმომადგენელი მიიღო გვიან თუ რაღაც მე არ მგონია რომ ეხლა აფხაზეთი დააყენოს პუტინმა მით უმეტეს როდესაც ჩინეთი მისი სტრატეგიული პარტნიორია დააყენოს აფხაზეთი წინა პლანზე ვიდრე ჩინეთი ამ შემთხვევაში უბრალოდ სავარაუდოდ ანბანის მიხედვით იყო გაწერილი პროტოკოლი გამოიყენეს ანბანი რომ ზუსტადაც არავის არ ეწყინოს იმიტომ რომ მარტო ჩინეთის პრეზიდენტი ხო არ იყო სხვა ქვეყნის ლიდერები იყვნენ იქ და მე წარმოიშვებოდა რაღაც შინაგანი შუღლი რომ მე რატო ვიყავი მეორე ის რატო იყო მეხუთე და ამიტომ გამოიყენა პროტოკოლმა ანბანის თანმიმდევრობა და A, B და ასე შემდეგ ხო აგერ მიაქცია კაცმა ვინ პირველი ვინ მეორე და ამიტომ აქედან ეს რომ არ ყოფილიყო სწორედ ამიტომაც ხო და აი ზუსტად ეგ რო არ ყოფილიყო შინაგანი წყენა ანბანის მიხედვით პირველი აფხაზეთია რა თქმა უნდა და პირველი იყო აფხაზი და ასე შემდეგ სხვა არანაირი დატვირთვა ამას არ ეკნებოდა დამიჯერეთ თუმცა მე თქვენ გეთანხმებით რომ 9 მაისი ეს არ არის მარტო რუსეთის დღესასწაული რუსებისთვის და რუსეთმა კი არ გაიმარჯვა რომ ამბობ რუსეთმა კი არ გაიმარჯვა საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა საბჭოთა კავშირმა და იმ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოც იყო ბუნებრივია ამიტომ ჩემმა ბაბუამაც გაიმარჯვა და თქვენმა ბაბუამაც და ასე შემდეგ ამიტომ ეს არის ისეთი დღე რომელიც უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა არავით არის დღევანდელი წყენა ვიღაცაზე და პოლიტიკა არ უნდა იყოს ამ დღესთან შეხებაში ეს დღე არის საკრალური დღე ჩვენ და უნდა იყოს საკრალური დღე ჩვენთვის ფაშიზმზე და ნაციზმზე გამარჯვების დღე კეთილი ჩვენი პირველი ნაწილის დრო ამოიწურა ჩვენ დროებით დაგემშვიდობებით და დაახლოებით 10-15 წუთში ისევ შევხვდებით პირდაპირ ეთერში